პროტესტი გრძელდება დღე მე-6 ქუჩაში ამჯერად ყვარლის რაიონის მოსახლეობა გამოვიდა. თარობის ანგარიში პარლამენტში არ აწერია 88 გვერდიან დოკუმენტში და რა პრეტენზიები აქვს მის შინაარსთან დაკავშირებით ოპოზიციას. გამოშვებაში თქვენ ასევე ნახავთ მომბის ექსკლუზიური ინტერვიუს ვრცელ ვერსიას ვიცე-პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან. საღამოშვიდობის ეთერშია მომბე 20 საათზე სტუდიაში თამარ ურუშაძე მუშაობს. დაანონსებული ტაიმ-აუტის მიუხედავად დღეს კახეთის მოსახლეობა ისევ ქუჩაში გამოვიდა. აქცია განახლდა საპროტესტო გამოსვლა ამჯერად ყვარლის რაიონის მოსახლეობამ გამართა. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს. მოთხოვნა უცვლელია ისინი ჩასაბარებელი ყურძნის ფასის გაზრდას მოითხოვენ. ხელისუფლება პოლიტიკურ პროვოკაციაზე საუბრობს. დღეს მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მოთხოვნის გაზრდასთან ერთად ფასმაც მოიმატოს. ჩემი თხოვნა იქნება გზა არ გადავიდეთ. მას ჩვენ თხოვნა იქნება ის დაუკავშირდეს, ჩამოვდანეს კაცი, ვინც გავცემს აი ამ საქმეზე პასუხს. ვის ფასი დაადო? სიამოვნე არანაირად არ გვინდა ჩვენ გზის გადავიდეთ. რატო არ უკავშირდებით? ყვარლის რაიონში აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვა პოლიციამ გადააფიქრებინა. მევენახეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ჩასაბარებელი ყურძნის ფასის გაზრდას მოითხოვენ. ჩვენ ვითხოვთ ყურძნის ფასების დადგენას. რომ გაგვცე ნორმალურად პასუხი დაგვაკმაყოფილონ, რომ ყურძენი ზედალბება და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ამ ფასად არ აპირებთ ყურძნის ჩაბარებას? არ ვაპირებთ. აბა როგორ ვაპირებთ? არ აუკრეფავთ, არავინ არ დაეკრეფავს. არავითარ შემთხვევაში. ეს არის მახსარა თაგდება. ეს სუბსიდია რაც გავეცითო, იმაზე კი ბატონო, სუბსიდიას ნუ გაცემენ, მაგრამ ქარხანას დაელაპარაკონ, ცოტა ფასი აუწიონ. ჩამოვიდეს პრემიერ-მინისტრი, მაგის იმედი გვაქვს, რომ ეგ დეგეხმარება და თუ ეგეც არ დეგეხმარა, რა ვიცი, რა იქნება, რა მოხდება ამ ხელა რეგიონი, რა ვიცი. აქციის მონაწილეებს მოგვიანებით ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ რთველის მიმდინარეობის პროცესში მოთხოვნის შესაბამისად ყურძნის ფასმაც მოიმატოს. შაქრიანობა არის 19-ზე მეტი, ჩვენ აქაც უკვე გავხსნით ქარხანას. ოღონდ წიფე უნდა იყოს 19 იმაზე ზემოთონა. დაზიანებული ხო 85 რა, რომელი საფერავზე ხო. ეს არის არა, ის მინიმუმი რომ თუ ვერ გაყიდეთ, მაგრამ ვის კარგ ფასი ხდის, ის ელოდება რომ კარგად დამწიფდეს. და თუ ვერ მწიფდება და თუ 19-ზე მისულია, მაგრამ მეტი ვერ მწიფდება, გეშინიათ რომ არ გაფუჭდეს და რაღაცა, მაშინ ეხა ის ფასი რაც დადგა, იმ ფასად შეიძლება ჩაბარება, ეხლავე შეიძლება. რთველის მიმდინარეობის და ყურძნის ჩაბარების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი კოტეხის ღვინის ქარხანაში გაეცნო. ოთარ დანელიას განცხადებით, რთველი მხოლოდ იმ რაიონებში მიმდინარეობს, სადაც ყურძნის შაქრიანობამ სასურველ კონდიციას მიაღწია. მინისტრი მევენახეებს მოუწოდებს შაქრიანობის შემოწმებამდე ყურძნის კრეფა არ დაიწყონ, რადგან ქარხნები ძირითად აქცენტს მაღალი შაქრიანობის ყურძენზე აკეთებენ. რაც შეეხება ფას, დანელიას ინფორმაციით, რქაწითელის ღირებულება კერძო ქარხნებში ამ ეტაპზე 70 თეთრით განისაზღვრა, თუმცა მოთხოვნის გაზრდასთან ერთად მინისტრი ფასის ზრდასაც არ გამორიცხავს. ჩვენი პოზიციები არის ძალიან პრინციპული და არის ბლეხზე ორიენტირებული. ეს მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, ეს გახლავთ რომ 70 თეთრი და ზევით არის თეთრი ყურძნის ფასი კერძო ქარხნებში, 85 თეთრი და კიდევ უფრო ზევით არის და კიდევ უფრო მაღალი ფასები დაფიქსირდა, მე გაურბივარ ახლა ფასების დაფიქსირებას. ალტერნატივა იმ შემთხვევაში, ვინაიდან არის რისკი რომ იყოს ჭარბი ყურძენი და შესაბამისად ჩვენ დავაკონტრაქტეთ ქარხნები იმისთვის, რომ ჭარბი რაც იქნება ის ჩავიბაროთ და ეს გახლავთ ის ფასები, რაც ყველამ უკვე ძალიან კარგად ვიცით და ასევე დაახლოებით 25-30 ტონა ყურძნის მოთხოვნა არის რეგიონებიდან და თბილისიდან. ფას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ჩავერევით. განსხვავება ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის ეს არის, რომ ჩვენ ქარხნებს არავითარ შემთხვევაში არანაირ ზემოქმედებას არ გავუწევთ და არავითარ შემთხვევაში იმას არ ვიკადრებთ და არ ვაკადრებთ ვიღაცას უკარნახოთ ფასი. ეს არის ყოველდღე გამორიცხვა. ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით რეგიონების გარდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით სარეალიზაციო პუნქტებს თბილისშიც ხსნის. ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო 15 ადგილი განისაზღვრა. თბილისის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოწყობილია შემდეგ მისამართებზე. ხეთაგუროვის ქუჩა, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, კონსტიტუციის ქუჩა, ნორიოს აღმართი, კუკია, პეტრეიბერის ქუჩა, დიდი დიღომი, პაიჭაძის ქუჩა, დიღმის მასივი და რესპუბლიკის მოედანი. საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ადგილები დაემატება შემდეგ მისამართებზე. დაბა წყნეთი, ცხრაძმის ქუჩა, კუკია, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, გობრონიძის ქუჩა, მუხიანი, ლიბანის ქუჩა, ავჭალა, პეტრიწის ქუჩა, დიდი დიღომი, ჩოლოყაშვილის ქუჩა, ვაზისუბანი, დავითაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა, ვარკეთილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით დედაქალაქის გარდა ყურძნის სარეალიზაციო პუნქტები მოწყობილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
მთავრობის ანგარიში პარლამენტშია, როგორ სრულდება სამთავრობო პროგრამა 88 გვერდიან დოკუმენტს ხელს პრემიერი აწერს. ანგარიში საუბარია იმაზე, თუ როგორ შესრულდა ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყნისთვის პრიორიტეტულად დასახელდა. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული მართლობა, კანონის უზენაესობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები, მდგრადი განვითარება და სოციალური კეთილდღეობა. შესავალში წერია. ციტატა: აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოების და რეგიონული პოზიციების გამყარების მიმართულებით. გაღრმავდა ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირსა და ნატოსთან. მიმდინარეობდა ქვეყნის განთლიანების პროცესისთვის გზების ძიება. აფხაზებსა და ოსებთან დიალოგისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით. რუსეთთან მოლაპარაკებებში კონკრეტული შედეგების მისაღწევად. პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებებიც. ოპოზიციას შენიშვნები აქვს ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები თვლიან, რომ დოკუმენტში რეალურად არ არის ასახული პრობლემები, რომლებიც ქვეყანაშია. უმცირესობა საუბრობს ეკონომიკაზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ბოლო პერიოდში მედიაში შექმნილ ვითარებაზე. თუ ჩვენ შევადარებთ რა დინამიკა გვაქვს, ანუ როგორი იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მთავრობის ქმედება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, ეს ეხება ნებისმიერ სფეროს. გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. მე არც კი შევადარებდი იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იმ სტანდარტს, ის რაც ხდებოდა 2012 წელს, უნაკლო სისტემა არ არის და რა თქმა უნდა ხარვეზები ყველგან არის, მაგრამ დავაკვირდეთ დინამიკას და ობიექტურად შევხედოთ რა ვითარება არის დღეს. სიღარიბე საქართველოში გაიზარდა, უმუშევრობა კიდევ უფრო მეტია, ახალი სამუშაო ადგილები არ იქნება, ინვესტიციები სამწუხაროდ არ არის იმდენი, რომ ეკონომიკურ განვითარებას რაღაცა ხელი შეუწყოს. აქედან გამომდინარე, ეს თემები ნამდვილად არ არის. ძალიან ბევრი მაგალითი იყო, თუნდაც ამ წლის განმავლობაში ადამიანის უფლების დარღვევისას მედიაში, აგერ რაც ხდება თოქ-შოუების დახურვა და მაქსიმალურად შემცირება იმ რაღაცა თავისუფალი ფანჯრის მთავრობას უნდა კონდეს უფრო უკეთესი ანალიზი. თურმე პროკურატურაში ბრწყინვალედ მიმდინარეობს რეფორმა. არადა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროკურატურა თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია. მაგალითად არის საუბარი, რომ ბიზნესი ჯანსაღად გამოიყურება, ბიზნესში და ეკონომიკაში პროცესები წინ მიდის, ქვეყანა ამ კუთხით ფეხზე დგება, შემოსავლები მატულობს, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი დადებითია, არის სხვა ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბარი არა და საპირწონედ არის შექმნილი ქვეყანაში უმძიმეს ეკონომიკური ფონი. 13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ დღეს თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა. ქვეყნის ერთადერთი ზოოლოგიური პარკი ახალ მისამართზე 3 წლის შემდეგ გადავიდება, მანამდე კი სტიქიის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის მხოლოდ ზედა ნაწილი იმუშავებს. ქვედა მხარე კი ჯერჯერობით არ აღუდგენიათ. რა ხდება ადგილზე მისულ დამთვალიერებელს და რა გეგმა აქვს პარკის ხელმძღვანელობას? ნახეთ სიუჟეტი. დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი კარაკულას ვოლიერია. თბილისის ყველაზე ცნობილი პუდელი, რომელმაც სახელი თეთრ ლომთან მეგობრობით გაითქვა, სტუმრებს უკვე 8 ახლად შეძენილ შვილთან ერთად ხვდება. მათგან ერთადერთი თეთრი ლეკვი, რომელიც სწორედ შუმბას მოსახელეა, უკვე იქცა ზოოპარკის ახალი სიცოცხლის სიმბოლოდ. ძალიან სიმბოლური იყო, რომ კარაკულას გაუშვეს სწორედ ეს თეთრი შუმბა ამდენ შავ ლეკვში. ყველაფერი კარგად იქნება, ამის იმედი გვაქვს ზუსტად ამის დაბადების შემდეგ. არანაკლები ხალხმრავლობაა ბეგის ახალ საცხოვრებელთან. 13 ივნისის ღამის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მნახველებს ჯერჯერობით სპილოს ვოლიერში იღებს. ვოლიერი გაუნადგურდა, ამის გამო მოგვიწია გადმოგვიყვანა სპილოებთან. გმურად, არანაირი აგრესია, კარგი მეზობლები არიან. ასეთი სპილები რატო აქვს? განახლებული ზოოპარკის გახსნა 13 რიცხვ სიმბოლურად დაამთხვიეს. ზუსტად 3 თვის წინანდელი ტრაგედია და შემდგომი პერიოდი ფოტოგამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მოხალისეებს, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში შრომობდნენ და ყველა გულშემატკივარს აქ ახლა ისევ სტუმრად ებატიჟებიან. მთლიანად აღდგენილი და მოწესრიგებულია ზედა ტერიტორია, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა ის იქნება, რომ ხალხი მოვიდეს ზოოპარკში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს დაიბრუნებს ძველ ხალის. ძალიან მიყვარს ზოოპარკი, ძალიან მეწყინა რომ ესეთი რაღაცა მოხდა. კითხულობდი რომ ეს როდის იხსნება, ძალიან ველოდებოდი რომ გაიხსნას. დამანგრეველ სტიქიას ზოოპარკის 277 ბინადარი ემსხვერპლა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი ცხოველების ჩამოყვანას მომავალი წლისთვის აპირებენ. მათ ზოოპარკის ზედა ნაწილში დააბინავებენ. სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული ქვედა ტერიტორიის აღდგენა აღარ იგეგმება.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით და პირველი თანხები გამოყოფილია კიდეც შემოღობასთან დაკავშირებით. მანამდე ძველი ზოოპარკის ტერიტორია ფუნქციონირებს. სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ჩამოგვიყვანია, თუმცა საკმაო რაოდენობით ცხოველები, ასე ვთქვათ, შეგვირჩიეს ევროპის ზოოპარკებმა, რომლებიც ყველაზე გვიან გაზაფხულამდე ეწევიან თბილისს. განახლებულ ზოოპარკში უკვე ატრაქციონებით ფუნქციონირებს. სტუმრებს აქ ისევ შოულ რეჟიმში 10-დან 21 საათამდე ელოდებიან. მიენიჭებენ თუ არა თუშეთის სოფელ ბოჭორნას საქართველოს ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის სტატუსს. დღეს ამ სტატუსით უშგული სარგებლობს, თუმცა გეოგრაფები ამტკიცებენ, რომ ტერიტორია, რომელსაც წლების წინ დაკარგული სოფლის ფუნქცია ახლახანს დაუბრუნდა, დასახლებულ ადგილებს შორის ზღვის ზონიდან ყველაზე მაღალი წერტილია. სპეციალისტები საკითხის დაყენებას შესაბამის უწყებებთან აპირებენ, მანამდე კი ჯგუფი, რომელიც საკითხს სწავლობს, დღეს ადგილზე ჩავიდა. ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც 1964 წელს არის გამოცემული, მითითებულია სოფელი ბოჭორნა. იმ დროისთვის აქ 20 კომლი სახლობდა, როგორც ჩანს. სახლები რაც არის, ეს 2350 მეტრამდე არის. საკუთარი ვერსიის დასადასტურებლად გეოგრაფებმა ტოპოგრაფიული რუკაც თავად მოიძიეს და სიმაღლის ამთვრელი რამდენიმე მოწყობილობას თუშეთში საგანგებოდ აიტანეს. მათი განმარტებით ამ დრომდე ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის სტატუსით უშგული სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მასზე მაღლა ყაზბეგის რაიონის სოფელი ჯუთა მდებარეობს, 2011 წლიდან კი სოფლის სტატუსს დაბრუნებული სოფელი ბოჭორნა. გეოგრაფები თვლიან, რომ თუშეთის ამ სოფელს საქართველოს ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის სტატუსი სამართლიანად ეკუთვნის. ჩვენ ვიყოფებით თუშეთის დონიდან 2327 წე. აქამდე ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსი უშგულის თემს ჰქონდა და ეს სტატუსი დღემდე არის, თუმცა რეალურად რო ვთქვათ, უფრო მაღალი დასახლებული პუნქტი არის ბოჭორნა. აღწერის შედეგები ოფიციალურად როცა დაფიქსირდება მომავალი წლის გაზაფხულზე, უკვე ეს იქნება ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ აქ ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტში მოსახლეობა ცხოვრობს. ბოჭორნა უმალოდან 12 კილომეტრში მდებარეობს. 1952 წელს აქ დაწყებითი 4-კლასიანი სკოლა 12 მოსწავლეს დაუმთავრებია და სკოლას დახურულა. თითქმის იმავე დროს ჩაქცეულა სოფლის ეკლესიაც. მას შემდეგ ბოჭორნა წლების განმავლობაში მთლიანად დაიცალა და სოფლის სტატუსის დაკარგა. 2002 წლის აღწერის მიხედვით აქ დასახლებული პუნქტი აღარ ფიქსირდებოდა. ვიდრე სოფელს ადგილობრივი მკვიდრი ირაკლი ექიმი არ დაუბრუნდა მუდმივ მაცხოვრებლად. მუდიზარებთ ამბულატორიაში ჩედით ნათიასთანაც სერუკალის მთლიან ამპულა გუკეთეთ კუნჩი. ის ამ დრომდე დაცლილი სოფლის ერთადერთი მოსახლეა, რომელიც ზამთარში აქ რჩება. ზაფხულში გამოძახებებზე ცხენით დიდი თოვლის დროს კი მიმდებარე სოფლებში ფეხით გადაადგილდება. დასახლებულ პუნქტებს შორის მანძილი კი 10 კილომეტრზე მეტია. შემთხვევები ბევრი არა, იმდენად რამდენადაც მოსახლეობა რჩება ძალიან ცოტა. ნოემბრის 20-მდე შინ ცხენი ჩვეულებრივ მოძრაობს, მაგრამ ნოემბრის 20-დან ფეხით მივდივარ, არის შემთხვევა, რომ მეტრ თოვლშიც მიხდება სიარული ხოლმე. 2011 წელს სწორედ მისი წყალობით ახმეტის რაიონის გამგეობამ დასახლება სოფლის სტატუსი დაუბრუნა. უკვე წელს ზამთარში კი სოფელში კიდევ ერთი სახლის საკვამურიდან ამოვა ბოლი. ბოჭორნას კიდევ ერთი მცხოვრები უბრუნდება. მანამდე ირაკლი ექიმი რჩებოდა და ეხლა ერთი კაცი დაემატა იდისო მიშიძე. დაემატება ალბათ სხვა წლებშიც. არ არის რა ის პირობა რო აქ დარჩა. ცოტა მაინც რო ჰქონდეს ის რაც ელემენტარულად ჭირდება, უფრო ბევრი დარჩებოდა რა. თუშეთის დაუწერელი კანონების მიხედვით სოფელში უცხოს, ანუ არამკვიდრ სახლის ყიდვის უფლება არ აქვს. აქ მხოლოდ ისინი სახლობენ, ვისი წინაპრების სახლი ან ნანგრევებია ამ დრომდე შემორჩენილი. სწორედ ადგილობრივებს საკუთარი სახსრებით აღუდგენიათ ფიქარის ქვით ნაშენი ეს ეკლესიაც, რომელიც წმინდა გიორგის სახელზე სოფელში 1800 წელს აშენებულა. სოფელმა ძველი ეკლესიის ზარი საგულდაგულოდ შეინახა და აღდგენილ ტაძარზე ახალ ზართან ერთად ჩამოკიდა. ყველაზე მაღალი სოფლისკენ მიმავალი გზაც აღმოჩნდა, რომ ევროპაში ყველაზე მაღალ საუღელტეხილო გზაზე გადის. ეგრეთ წოდებული აბანოს უღელტეხილის სიმაღლე 2926 მეტრია, როგორც ამას გეოგრაფები ამტკიცებენ. თუმცა ამ დრომდე არც ბოჭორნის და არც აბანოს უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ამის აღმნიშვნელი არც ერთი მანიშნებელი არ დგას.
და გამოშვების ბოლოს დაპირებული ინტერვიუ საქართველოს ვიცე-პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილი მოამბის კორესპონდენტმა სალომე ქოქიაშვილმა ჩინეთში ვიზიტის დროს ჩაწერა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ისაუბრა საგარეო პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებზე, მთავარ გამოწვევებზე, რუსეთთან ურთიერთობებზე, გაეროში დაგეგმილ შეხვედრებსა და ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე. მე დაგამშვიდობებით, თქვენ კი როგორც გითხარით, ნახავთ ვრცელ ინტერვიუს ვიცე-პრემიერთან. მოინტერესებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რა იქნება თქვენი პრიორიტეტები და თქვენი პროგრამა მაქსიმუმი. ჩემი უმთავრესი მიზანი იქნება ყველა ფრონტზე, სადაც კი საქართველოს ექნება შესაძლებლობა საქართველოს გამთლიანებისთვის მაქსიმალურად ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. ეს არა მარტო ჩემი, არამედ მთელი მთავრობის მიზანია და ბუნებრივია. საგარეო უწყება ქვეყნისა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა აქვს დარღვეული და რომელსაც აქვს ოკუპაციის პრობლემები, რომელიც დღესაც ყოველდღიურად არის აქტუალური, რაიმე ტიპით ამ ქვეყნისთვის მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკისა, დეოკუპაციის კუთხით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ვერ გახდება ვერცერთ შემთხვევაში მეორადი. თქვენი საუბრად ოკუპირებულ რეგიონებზე და ქვეყნის დეოკუპაციაზე, მაინტერესებს როგორ ხედავთ ამ მმართველობით ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ორი ფორმატი, ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ხომ არ იგეგმება იგივე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოვება ან რაიმე ახალი ფორმატის დაგეგმვა და ამუშავება? აბაშიძე-კარასინის ფორმატი მოქმედებს, იქ არის ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები. ამ ფორმატის გაფართოვება მე მგონი შეუძლებელია, იმიტომ რომ იმის იქით არის პოლიტიკური საკითხები და პოლიტიკური საკითხებიც არის ჟენევის ფორმატი, რომელიც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ და უფრო ეფექტური გავხადოთ. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ მიმართულებით. რაც შეეხება ოკუპაციის პირობებში უნდა გქონდეს თუ არა კარასინის ფორმატი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, მე მგონია რომ ამ ფორმატმა გარკვეული შედეგები გამოიღო, თუმცა ეხა ილუზიები არ უნდა გქონდეს, რომ ერთ დღეში და ორ დღეში რაიმე ისეთ ტიპის პრობლემები გადაწყდება. როდესაც ადამიანი თუნდაც ყველაზე რთულ ოპონენტს არ ელაპარაკება, როდესაც ის გადის ურთიერთობებიდან, ამითი პრობლემები მხოლოდ ღრმავდება. ყველაზე მძიმე ოპონენტთან კომუნიკაციაში ყოფნა გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე კომუნიკაციიდან გასვლა. ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს ფორმატები და ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ კრიტიკას იმისი, რომ დავუშვათ ეს ფორმატები არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. განსაკუთრებით საუბარი არის აბაშიძე-კარასინის ფორმატზე, ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი აუცილებლად შესანიშნავია. ხომ შეიძლება თუნდაც ამ დიალოგისთვის გამოყენებული იქნას გაეროს ასამბლეის ფორმატი, ვინაიდან თქვენ რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრთან ერთად მიემგზავრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე გაცხადებული არის, რომ შეერთებულ შტატებში გაეროს ასამბლეაზე ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც. ხომ არ გეგმება მასთან შეხვედრა ან შეხვედრა რუსული დელეგაციის წარმომადგენლებთან და კიდევ რა შეხვედრები არის დაგეგმილი? უამრავი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ბევრი მათგანი არის პრემიერის დონეზე, არის საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე შეხვედრები, ნახოთ რუსეთის მხარესთან გაეროში დაგეგმილი შეხვედრა არ აქვს. დეკემბერში ევროკავშირის შემფასებელთა მისიამ უნდა გამოაქვეყნოს საბოლოო დასკვნა. ამ დასკვნაზე იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებული ის მიიღებს თუ არა საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, როგორი არის თქვენი შეფასება, როგორი არის რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და როგორ ფიქრობთ, იძლევა თუ არა რეკომენდაციების შესრულება იმის საფუძველს, რომ ვარაუდოთ, რომ საქართველოს მიიღებს მალე ევროპასთან უვიზო მიმოსვლას? საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითება იყო, რომ ზედმიწევნით შევასრულებინა ყველა რეკომენდაცია და ჩვენ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ. მიზეზი რაიმე სახის ასე ვთქვათ ოფიციალური, რომ საქართველოს კონდეს ესა თუ ის დანაკლისი ამ მიმართულებით ჩვენ ვერ გვექნება უბრალოდ. დეკემბრის შუარიცხვებამდე არის კიდევ 3 თვე და ნახოთ, იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ეს პროგრესი დაფასდება ისე, როგორც უნდა დაფასდეს და საქართველოს მიიღებს თავისუფალ სავიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებთან.